მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი სტუმარი გახლავთ მხატვარი თამარ საბაური. გამარჯობა თამარი. გამარჯობა. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან ლამაზი ყურები. ასევე შემიძლია გითხრათ. დიდი მადლობა. მზად ხარ? დიახ. ბლიც შეკითხებით. ჩემ პირველი შეკითხვა. რა როლს თამაშობს შენ ცხოვრებაში სიყვარული? ყველაზე დიდ როლს. ყველაზე ემოციური და არამქვეყნიური რამა, რაც ჩემში არსებობს და ყველაზე განსხვავებული. შენი ყველაზე ცუდი მოგონება? ამ ცხოვრებაში ბევრი ხდება ცუდი, მაგრამ ყველაზე ცუდად ალბათ საყვარელი ცხოველის სიკვდილი. ესე რომ ვთქვათ, ჩემი ესე ვთქვათ, ოჯახის წევრი იყო, ჩემი ძაღლი, რომელიც გადაიღო. როდესაც სადმე რეკავ, წინასწარ ამზადებ სასაუბრო თემას. აუცილებლად ძალიან ფართოდ ვფიქრობ ხოლმე. რომ შეგეძლოს სადილზე ნებისმიერი ადამიანის დაპატიჟება, ვის დაპატიჟებდი? არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ მიქელანჯელო გავაცოცხლოთ. რომელია შენი საყვარელი ფერი? იმდენად მრავალფეროვანი ვარ, რომ ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ალბათ სინაზეს უფრო იისფერი მანიჭებს და იისფერი მომწონს. ფერი რომელიც მიყვარს? სტაფილოსფერი არ მიყვარს, ჩემთვის ძალიან მკვეთრი ფერია და ხანდახან მაღიზებს ხოლმე გასაპირდებელი. შენი საყვარელი სამზარეულო? ქართული სამზარეულო, დავაკონკრეტებ და მეგრული. ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ისვენებ? ეს არის ზღვა და მზის სხივები და ყოველთვის ვამხომე ზღვაზე დასვენებ. სამი მორალური წესი, რომელსაც არასდროს ყვევ. ალბათ პირველი ის რომ ღალატ ეს დროს არ დავარგო და არასდროს არ ღალატებ მეგობარს. მეორე შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან სიმართლის მთქმელი და პირში მთქმელი ადამიანი ვარ და ალბათ მაგ ჩემ პრინციპსაც არ გადავიდოდი არასდროს. მესამე საკუთარი საქმის მისცემა. ვერ დავარღვევ ამას ნამდვილად ვერასდროს. რის გაგებას ისურვებდი შენი მომავლის შესახებ? ალბათ ოჯახი და მომავალს. რომელი საქციელი ან ჟესტი გაღიზიანებს ადამიანში? ადამიანში ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ როდესაც არ იციან სად რა საუბრონ და ყურის დაგდება არ მიყვარს კიდე ყველაზე მეტად. აი ეს ორი არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ალბათ. თუ საკუთარ ქორწილზე და როგორ ხედავ? რომელ ქალს არ უფიქრია საკუთარ ქორწილზე? მოდი აქედან დავიწყოთ და სიმართლე გითხრათ, ძალიან ლამაზად ხედავ ტრადიციებითაც, მაგრამ თან ევროპულადაც ვხედავ. და აი სასაუბრო ურთიერთობა არის და სილამაზეს ვქოს ფოტოკადრებითაც მაგალითად აი ეგრე ვხედავ. ძალიან ბუნებაში და ყველა ადამიანი გვერდში რომ მყავდეს. რა არ მოგწონს ყველაზე ძალიან საკუთარ თავში? ის რაზე ემოცია ვარ და ყველაფერს ძალიან გულთან ვიღებ ხოლმე. ორი ფერი დატოვებდი მთელი სამუშაოდ. ალბათ მაინც. გეშინია დაბერების? არანაირად. ასე მგონია სულიერად არასდროს არ დავბერდები. საყვარელი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მთელი ცხოვრება დალებდი? ძალიან მიყვარს წითელი ღვინო, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული და ბეილისი მიყვარს დირილ ყავაში. ალბათ სულ დავლებდი მაგურ სასმელს. ცხოვრებაში ყველაზე მადლიერი რის გამო ხარ? ალბათ იმისთვის, რომ ღმერთმა ძალიან დიდი სიყვარულის უნარი მომანიჭა და მზრუნველობი. და აი ამ ეს ენერგეტიკა შეხვებზე რო გადავიტანო, ალბათ მაგითი ვარ. როგორია შენი იდეალური დღე? ჩემი იდეალური დღე არის, რომ ჩემი სურნელით იწყება ხოლმე და ერთად თამაშით და შემდეგ მუსიკით და უკვე ძალიან მიყვარს სარკეები და როდესაც სარკეებში ჩემ თავს და ჩემ ძაღლს უყურებ თუ როგორი ბედნიერები ვარ და აი ეს უკვე ლამაზ დღეს მიქმნის, უკვე საბაბია იმის, რომ დღე პოზიტიურად უნდა დაიწყოს ხოლმე და ესეთი არის ჩემი კარგი დღე. დაწყება და მე ალბათ პროდუქტიულად საქმე მიმდინარეობს ხოლმე მსგავსად.
როგორ უმკლავდები სტრესს ან შფოთვას? სტრესი და შფოთვა, როდესაც მემართება ხოლმე, აუცილებლად უნდა მოვიყო ცხოველებს, იმიტომ რომ მამშვიდები და სულიერ ენერგეტიკულ დონეზე გადავყავ. ასევე ხატვა ნამდვილად და უბრალოდ ხატვის დროს უფრო მეტად მიმზაფრდება ხოლმე და მაშინ ბოლომდე უნდა დავიცალო ამ პროცესში. ერთი ნახვით შეყვარს თუ გჯერა? კი, ჯერა ერთი ნახვით სიყვარულის რაღაცა. შეიძლება სიყვარული არ და ვარქვა და ცალ-ცალკე მცდება იყოს ეს სიყვარული და ცალ-ცალკე ფორმით მოვიდეს, მაგრამ რაღაცა ვითი ენერგიის მჯერა, რომელსაც შეიძლება რომ აიწყოს ეს ყველაფერი. თუ გეშინია წარუმატებლობის? არ მეშინია, იმიტომ რომ ქვეცნობიერად მგონია, რომ ეს მომენტი არასდროს არ იქნება ჩემს ცხოვრებაში და მუდამ რაღაცა სხვისი და სხვანაირი საქმის ძიებისკენ წავა, იქ მაინც მივახწევ აუცილებლად წარმატებას. რა არის შენთვის ფერწერა? ფერწერა არის და ზოგადად ხატვა არის სულის მედიტაცია, მოდი ესე ვიტყოდი. ყველანაირი ემოციის გადმოტანა ტილოზე თუ სხვა მასალაზე. ცრემლების სისუსტის ნიშანია თუ სიძლიერის? სიძლიერის, ემოციის გამოხატულების ფორმა, როგორ შეიძლება ამის შეგუცხვეს, ეს ხო ჩვენი პიროვნული მაჩვენებელია. როგორია იდეალური პიროვნება? ჩემთვის სუბიექტურად რო ვთქვათ, ალბათ სუფთა ადამიანი, სუფთა სულის ადამიანი, რომელსაც არ არის სიბოროტე და სხვას მიზანი მიმართულად არ დაუშავებს, აი ესეთი არის იდეალური პიროვნება ჩემთვის. თუ გაცვლიდი მხატვრობა სხვა პროფესიაში? გავცვლიდი, რადგან ბული ნიჭია და ამის დათმა გაცვლად არც მიფიქრე. ყველას ძალიან ვინ გიყვარს? ყველაზე ძალიან მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ჩემი თავი და ხშირად არის ხოლმე შეიძლება ამ კითხვაზე ეგ პასუხი. ალბათ ჩემი ოჯახი და არ განვასხვავებ რა თქმა უნდა ჩემ ძაღლს. იმიტომ რომ ის არის ჩემი ყველაფერი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ერთად გავიზარდეთ და ყველაფრით მიყვარს მისი მთელი არსებით. რა ფერი შენი სიზმრები? ძალიან მრავალფეროვანია, ეს კონკრეტულ ფერს ვერ ვიტყვი, არის და მძიმე ტონებიც და არის ღიაც. გააჩნია განწყობას. რა არის შენი ძლიერი მხარე? ჩემი ძლიერი მხარე ლიდერობაა. ნამდვილად და შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაღაც ნიჭია, იმიტომ რომ კი განმოვითარე, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ჩემი ძლიერი მხარე და ვცდილობ ამ მიმართულებითაც ვიყო აქტიური. შენი ჰობი? ისე რომ გითხრა, ყველა ჰობს შემდეგ პროფესიონალურზე აღწევ ხოლმე. ამჟამად არის სიმღერა. ყველაზე ბედნიერი მოგონება? ყველაზე ბედნიერი მოგონება იყო, როდესაც პროცენტიანი გრანტით მოხვდი სამხატვრო აკადემიაში. ეს იყო იმხელად ზღვა ემოცია და იმდენად ოქროს პერიოდი, რომ არ მეჯერა, ეს ნამდვილად ჩემით იწყებოდა ეს მოგონება თუ არა. და ძალიან გამიხარდა და აი ძალიან დიდი მოტივაცია მომეცა ის მესწავლა უმაღლეს დონეზე, ესე რომ ვთქვათ, ყველაფერი. ხელოვანი, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს? ბოტიჩელი და მიგდელ. ძალიან მომწონს. ჩემს სულთან უფრო ახლოს არიან. მუსიკის ჟანრი, რომელსაც მთელი ცხოვრება აირჩევდი მოსასმენად? კლასიკური ჟანრი. ძალიან მიყვარს შოპენი, ბეთჰოვენი, იმიტომ რომ მე თვითონ ვუკრავდი და ყოველ დღე ზუსტად ამ ნაწარმოებებში წყვება ხოლმე ჩემი და ასევე ნამუშევრის შექმნის პროცესის დროს ყოველთვის ეს მელოდიები მაქვს ჩართული და ნაწარმოები. საყვარელი წიგნი? საყვარელი წიგნი მაქვს, მაგრამ ვიტყოდი სიყვარულის ხელოვნება. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე, ვისაუბრებთ თავის შემოქმედებაზე. როგორც ბლიც შეკითხვებიდან გავიგე, სამხატვრო აკადემიაში ჩაგიბარებია 100%-იანი დაფინანსებით გრანტით. აი რომ მომიყვე ამის შესახებ, როგორ იყო, რატომ გადაწყვიტე საერთოდ სამხატვრო ჩაბარება და როგორ განვითარდა მოვლენები? ძალიან მიყვარს ეგ შეკითხვა. ჩემს სამხატვრო აკადემიას ეხება და ყველაზე კარგი წლები და ყველაზე ბედნიერი მოგონებები რაც მაქვს, ეს ზუსტად ჩემს სამხატვრო აკადემიაში გატარებული პერიოდია. როდესაც ვაბარებდი
გითხრათ, იმდენად მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე ვფიქრობ, მაგრამ ავირჩიე ავეჯის დიზაინი, ესე რომ ვთქვათ და ჩავარდნი 100%-იანი გრანტით შიდა დაფინანსება ავიღე. საერთოდ არ ველოდებოდი და იმდენად ნერვიულობდი 5 საათიანი გამოცდა იყო მაგ დროს, რომ მიკანკალი ხელი რომ მეთქი მე ამ შევძლებ, მაგრამ მახსოვს ამოვისუნთქე, ჩავისუნთქე და დავჭექი კონცენტრირდი, რადგან ეს ახალი იყო, ესე რომ ვთქვათ, მაგამდე სისტემატიურად აზრს არ მიხატავს თან და მაგ დროს გამოვედი მეორე დღეს რომ დაიდო პასუხები, ეს ემოცია ვერ გაერკვეოდი, ეს ბედნიერების იყო, ტრაგიზმის იყო, თუ აი ცრემლები, ყველაფერი ისტერიკა ერთდროულად და იმდენად გამიხარდა და მოვხდი ესე რომ ვთქვათ სასურველ ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით და გავაგრძელე სწავლა. რომ მოგვიყვეს ზოგადად რო ხატავ. აი როდის აღმოაჩინე რომ ხელოვნება იყო შენი ცხოვრების შემადგენელი. ბავშვობ ხატავდი, უფრო ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი ხოლმე. შემდეგ გამიჩნდა ინტერესი, მართალია ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს, მაგრამ მე 12 კლასში, როდესაც ვიყავი უკვე აბიტურიენტობის პერიოდიდან, ბოლო 3 თვე იყო საკმაოდ აქტიური, რომ რატომ მოთხოვნილება 4 მაგად გამიმძაფრ. აი მაგ დროს. ფერწერული ნამუშევრების გარდა შექმნილი გაქვს ავეჯი და ჯერ სანამ ფერწერა შევეხებით, ვისაუბროთ ამ ავეჯის თემის ირგვლივ. კი ბატონო. სადიპლომო ნამუშევრად ავარჩიე საჟურნალე მაგიდა და მინდოდა რომ ძალიან კრეატიული და განსხვავებული ყოფილიყო და ინსპირაცია საიდანაც მომივიდა, ეს იყო ჩვენი ნაციონალური ქვევრი. ვიმსჯელე და ძალიან დიდი ფიქრის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ეს უძველესი დარგი, ხის მხატვრული დამუშავება და მეთუნე ამეერთიანება და საჟურნალე მაგიდაც ქვევრის და ფუნქცია შეუცვალე ზოგადად ქვევრს. და ესე დავამზავნე და ჩემი საჟურნალე მაგიდა, რომელიც ერთ კვირაში სხვა ადამიანები მუშაობდნენ 1 წლის მანძილზე, ერთ კვირაში მოვახერხე ეს ჩემი იდეა რეალობად მეკცია. შევეხები შენს ფერწერულ ტილოებს და ჩემზე გაფრთხილებული შთაბეჭდილება მოახდინა ორმა ნამუშევარმა დახატული გაქვს გული და ტვინი. აი საიდან აიღე ინსპირაცია რომ ეს ნამუშევრები შეგექმნა? კი ბატონო, ეს იყო ჩემი მეუღლის გამომხატველი, ესე რომ ვთქვათ, ის ორი უძლიერესი ორგანო, რომ ფუნქციას გვაძლევს და ესე რომ ვთქვათ, მაგით ვაზროვნებთ და ვგრძნობთ, ეს ორი ნამუშევარი რელიეფურად ტექნიკებს ვეძიებოდი ჯერ და შემდეგ გადავწყვიტე, რომ თაბაში მეწყო ეს ჩემი ნამუშევრები და ფერწერულ სტილში დამეხატა და ალბათ ყველაზე მეტად ვაცოცხლებს ეს ხო ჩვენი ზუსტად ეს ორი ორგანოა და მსგავსად დავიწყე ხატვა. პირველი გული, რა თქმა უნდა, გრძნობილობითი ადამიანი ვარ მე, უფრო ემოციური და შესაბამისად გული შევქმნი და შემდეგ უკვე ტვინი. ხშირია ასევე შენს ფერწერულ ყვავილები. აი რას გრძნობ, როდესაც ყვავილებს ხატავ, ან რატომ ხატავ ყვავილებს? ყვავილები მიყვარს, ერთი ფერის არა, მრავალფეროვანი ყვავილები მიყვარს და სულიერ სინაზეს ვგრძნობ ხოლმე, დადებითი ემოცია მოდის. თითქოს მაგ დროს ყვავილის სურნელსაც გრძნობ და მიყვარს ფერებში ბევრი ყვავილის დახატვა, იმიტომ რომ ქალს სხვანაირ ენერგიას გვაძლევს ხოლმე და ვცდილობ, რომ ზუსტად ეს სინაზე ავამაღლო ჩემში. წარმოსხვით ხატავ ხოლმე ამ ყვავილებს და უფრო ფოტოდან ან რეალობიდან? სიმართლე რომ გითხრათ, ყვავილის მას ალბათ ფოტოდან, მაგრამ ზუსტად ის ფერი არის ჩემი წარმოსახვის ნაწილი და შესაძლებელია ამ ყვავილს შეუცვალო ხოლმე ფუნქცია, ეს უკვე ძიების როდესაც შევდივარ მაგ დროს ჩანს ხოლმე. ექსპერიმენტები გაქვს ჩატარებული, ჩვენ სახელოსნოში ვნახე ნამუშევრებით და გამოყენებული გაქვს ხშირ შემთხვევაში სამშენებლო. აი რა მოგაფიქრა საერთოდ ამ კაფის გამოყენება და ანუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებ, რომ მოგვიყვე? ეს ძიების პროცესია, ყველაფერს ვედები, ასე რომ ვთქვათ, რაც კი არსებობს და რაც კი შეიძლება გამოვიყენო ჩემს ნამუშევრში. ყველაფერს ვაგროვებ ხოლმე და ერთ-ერთი იყო რემონტის პერიოდში სამშენებლო კაფი, ესე რომ ვთქვათ და ჯერ თითქოს ვიფიქრე, რომ კუნძულის ვარიაციაში
ლამაზად ჩაჯდებოდა და ასევე მე პული ვიზატორებით შევღებე ეს კაფის შემდეგ და უფრო საინტერესო ტექსტურა მივიღე ამ კაფის შიგნიდან რომ იყო ეს ბურთის ნაწილაკები და აი მსგავსად ვაკეთებ ხოლმე ექსპერიმენტს წებოსაც ძალიან ხშირად ხმარობ ხოლმე რუკებსაც რაღაცა თითქოს გამხსნელებსაც რომ ჯერ ძიების პროცესში ვარ ესე რომ ვთქვა თუ რა მინდა რომ გამოვიდეს საერთოდ ერთ-ერთი იყო ექსამშენებლო კაფი შემთხვევით აბსტრაქციების ძიების პროცესს მიეკუთვნება თუ უბრალოდ ესე ცალსახად შეიძლება რომ და დაჯდე იმუშაო აბსტრაქციებზე არა აბსტრაქციების მე თვითონ ჯერ საკუთარ თავს და ყველა მიმართულებით იმიტომ ვაქტიურობ რომ ბოლომდე ვერ ვფიქრობ ალბათ უფრო მულტიდისციპლინარული ვარ არ ვიცი შენ გაქვს ნამუშევრები საერთოდ ფიქრთა რევოლუცია აი რომ გაგვიშალო და მასალა რაში არის შესრულებული კი ბატონო ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ნახატი სხვა შორის ტუშით მაქვს ეს დახატი პატარა ზომის ნამუშევარია, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს შიგნით. ჯერ სახელიდან გამომდინარე ჟელოთ ფიქრთა რევოლუცია, იმიტომ დავარქვი, რომ ზუსტად მაგ დროს ვიყავი იმ ქართცეცხლში, მაგ დროს ისტორიას ვსწავლობდი აბიტურიენტობის დროს და ეს მზის ღმერთი ახეტატონი ეგვიპტის იეროგლიფები, ასევე ჩინური იეროგლიფებამდე დამწერლობა, ყველაფერი თითქოს ერთ ნამუშევარში გავაერთიანე, მაგრამ თავარი წიგნი რომელიც იყო და წიგნიდან რომელი ენაც გამოდა ჯერ კი დამწერლობა იყო ჩვენი ქართული ასევე ნუსხახული ენები თითქოს ჩამოდის ამ წიგნიდან და მთავარი ასო რომელიც არის ეს იყო ჩვენი ქართული ანბანიდან და შემდეგ იწყებოდა ზუსტად ეს ფიქრთა რევოლუცია ანუ განვითარების პერიოდი ასევე მან ყავს პეპელა და ტვინი მაქვს სახატული თითქოს აი ეს პეპელა როდესაც ტვინში ჩდება იწვევს ზუსტად ამ რევოლუციას და ქაოსს და ამ განვითარებას ესე რომ ვთქვათ რაღაცა კანონზომიერება ირღვევა მაგ დროს და თითქოს ვითარდება ამ ჩვენს გონებაში ეს პეპელა შენ ხარ აკადემიაში თვითმმართველობის პრეზიდენტი შეგვაჭყი მოგვიყევი ამბები რა ხდება სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობაში წეგან ვახსენეთ რომ ლიდერული თვისებები და ზუსტად სამხატვრო აკადემიაში ვიპოვე მანდაც ჩემი ადგილი და თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ უკვე მე-4 წელიწადია მეორე ვადით ამირჩიეს ჩვენმა სტუდენტებმა და ძალიან საინტერესო პროცესია იმიტომ რომ აქ უკვე შემეძლო ჩემი თავი სხვა ამპლუაში დამენახა და 4 მაგად დიდი мотиваცია გამიჩნდა ის რომ ამდენ ხელოვან შეგვიძლია ის სივრცეები მივცეთ ისეთი გამოფენები გავუკეთოთ ისეთი თემატიკა აურჩიოთ რაც მათი სურვილია ესე რომ ვთქვა და ზუსტად ინიციატივაც მათიდან ამ თვითმმართველობაში გვაქვს სხვადასხვა დეპარტამენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობ და კარგი ჯგუფი მყავს და ვისარგებლეთ ეთერით და მადლობასაც გადავუხდით უნივერსიტეტს გვაქვს სპორტული დეპარტამენტი, კულტურის, განათლების დეპარტამენტი, პიარის და ტურიზმის დეპარტამენტი. ყოველ სხვა მიმართულებით ვახორციელებთ ხოლმე პროექტებს თვითონ სტუდენტები ვახორციელებთ ამ ყველაფერს. და სისტემატურად ხდება ეს აკადემიაში და ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით ვცხოვრობ და აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც არაფორმალური განათლება უნივერსიტეტში ემსახურებით ზუსტად მაგ მიზანს. როგორ ხდება სტუდენტების მიერ ჩართვა? თუ იქნება სურვილი, მაგალითად სტუდენტი, როგორ უნდა მოგმართოს? პროექტების ჩვენ ყოველ ესე რომ ვთქვათ, ვდებთ ხოლმე რომ წარმოგვიდგინონ მან პროექტი ან რა თუ აქვთ კონკრეტული რომ ერთად განვახორციელოთ და რომელი პროექტიც არის ჩვენი ჯგუფის შექმნილი ხოლმე იმ პროექტ სოციალური სივრცის მეშვეობით ან უნივერსიტეტში აუდიტორიებში ამას განვიხილავთ ხოლმე და ვაკრავთ პოსტერის სახით, მაქედან იღებენ ეს სტუდენტები ინფორმაციას და ერთვებიან ამ მრავალფეროვან პროგრამაში. რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში? უახლოეს მომავალში გვაქვს ძალიან დიდი გეგმები უკვე დაწყებულია და თქვენ ეთერში ვიტყვი ამას ზუსტად რომ ჩვენ პირველად მოვაყალიბებთ სამხატვროში როგორც სპორტული მიმართულებით გუნდები, ასევე კულტურული მიმართულებით ცეკვის ანსამბლი გვეყოლება სამხატვრო აკადემიას და სიმღერის გუნდი, რომელიც ვიმედოვნებ, რომ წლების განმავლობაში აქტიურად იქნება და ყველა სტუდენტი ჩაერთვება ამ გუნდში, რომ
საოცარი გინ ნაწარმოები, გინ ცეკვის ნომერი მუდამ აქტუალურად ბრუნავდეს ჩვენ სამხატვრო აკადემიაში და სტუდენტებს მეტი სიცოცხლე ჰქონდეთ ამ მიმართულებით. საკმაოდ შრომატევადი არის გაუძღვა ესეთ კულტურულ აქტივობებს. ამის ფონზე რა გრჩება დრო საკუთარი შემოქმედების? ყველანაირად ვცდილობ, რომ მოვახერხო ხოლმე ამ ყველაფრის პარალელურად ჩემი ხელოვნების გაღვიძება და ხშირ შემთხვევაში ეს იღვიძებს ხოლმე ღამე. როდესაც ჩემ ფიქრებთან ერთად მარტო დავჩები ხოლმე და ეს დღის საათებში სამუშაო დღე უკვე ამოწურულია ხოლმე, აი ღამე მოვა ხოლმე ეს თავისით ფიქრები და მაგ დროს ვიწყებ ხოლმე ჩემი ნამუშევრების შექმნას. ხანდახან ძალიან წირი რაოდენობით არის ხოლმე, რადგან უფრო დატვირთული მაქვს სხვა დღეების სხვა მიმართულებით. შენში ძალიან დიდი რაოდენობით არის ლიდერული უნარები. და მაინტერესებს რომელ მიმართულებაში უფრო ხედავ საკუთარ თავს, როგორც ხატვარი თუ როგორც რომელიმე კონკრეტული საქმის. ვიტყოდი იმას, რომ ალბათ საობის პროცესში ვარ და ფიქრის პროცესში და ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და შეიძლება ჩემი ხელოვნება უფრო სხვა კუთხით წავუყვანო და კურატორი უფრო ვიყო თითქოს. ან ჩემი ხელოვნების ლიდერი ვიყო ის, რომ საზოგადოდ გამოვიტანო ეს ყველაფერი და ზუსტად მან დამეხმაროს ეს უნარი. არ ვიცი ჯერ. თუ გაქვს პერიოდები, როდესაც აქტიურად ხატავ მაგალითად და შემდეგ რაღაც პერიოდი ვეღარ ხატავ. სიმართლე გითხრათ, ალბათ ყველა ხელოვან ადამიანს აქვს ეს, რომ რაღაც ემოცია კავშირზეა ჩვენი ნამუშევრები. მქონია ხშირად ეგეთი მომენტები, რომ როდესაც ყოფილვარ უფრო სტაბილურად, მაგ დროს მიქმნია ეს, რომ ვთქვათ, ჩემი ნამუშევრები და არ მიმუშავია მაგ დროს. როდესაც ემოციათა ქარცეცხლში ვარ, იქ სევდაც შემეპარება ხოლმე რაღაცა ტკივილი და ასევე ბედნიერი ემოციებიც, აი მაგ დროს უფრო აქტიურად ხატავ ხოლმე. ისე არა რომ კონკრეტულ იმისთვის არა რაღაცა ეს ენერგიები მებრძვის ის, რომ უნდა გადმოვიტანო. ანუ რაღაც გარკვეული თავგადასავლები გჭირდება იმისთვის, რომ უფრო კი ბატონო. კი. შენ საკუთარ მასალა რა არის? ზეთით მუშაობა არის ჩემი საყვარელი ზეთის საღებავებით, საყვარელი მასალა, მაგრამ როგორც ექსპერიმენტები ვაკეთებ და სხვადასხვა ტექნიკებით, სხვადასხვა მასალებს ვაპარებ ხოლმე. მოგვიყევი ნამუშევარზე, სადაც არის გოგონა და ეს გოგონა ხარ შენ. ანუ ავტოპორტრეტი და გიყურს საკუთარი თავის ხატვა. როგორც გავიგე შენი ნამუშევრები. კი. მიყვარს საკუთარი თავის ხატვა, ოღონდ სხვა ამპლუაში, როგორც ფოტომოდელად. იქაც რაღაც განსხვავებულ თამოს ვაქსოვ ხოლმე. რამოდენიმე მე მაქვს ესე რომ ვთქვა და ერთ-ერთი მე არის ზუსტად ის თამო და ქალის სხეული ძალიან მომწონს ზოგადად და ერთ-ერთი ხელოვნების ნიმუშია მაგალითად ჩემთვის და ვცდილობ ზუსტად მაგის დემონსტრაცია მოვახდინო ნამუშევრებში და ხოლმე ჩემ თავს ზუსტად ამ სხვადასხვა რაკურსში. ძირითადად სხეულს ვხატავ ხოლმე და რაღაც სილამაზესთან ასოცირდება ხოლმე. შეიძლება ნამუშევრების შემდეგ აბსტრაქციად ვაქციო და ერთ-ერთ ნამუშევარში ზუსტად ის არის, რომ მუცლიდან თითქოს გამოედინება ხოლმე და ეს აბსტრაქტულად მოძრაობს ეს პეპლებიც და რაღაც არ ვიცი, ესე მუშაობის პროცესში ვარ. მიყვარს ყოველ შემთხვევაში ავტოპორტრეტების გაკეთება. შენ დაკვირვებით რა შეგიმჩნევია გავლენას სიყვარული შენს შემოქმედებაზე? ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს. ანუ აქტიურად მუშაობ მაგ პერიოდში პირიქით. მუშაობ, იმიტომ რომ ეს ემოციები ყველაზე ზეფაზაში მაქვს და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ და ვცდილობ ზუსტად ეს ბედნიერი ყველასთვის იყოს მოფრქვეული და ამ ნამუშევარში ზუსტად მაგას ვდებ ხოლმე. შეიძლება ის არის ფერადი. ჩემ ბოლო შეკითხვაც, რას ურჩევდი ახალ ხატვრებს? ან თუნდაც სტუდენტებს სამხატვრო აკადემიის? უფრო მეტად იმუშაონ პიროვნულ განვითარებაზე და თავის ემოციურ მდგრადობაზე, იმიტომ რომ ზუსტად ეს უწყობს ხელს საკუთარი თავის ჩამოყალიბებაში და ზუსტად იმ მიზნისკენ წრაფაში, რასაც ესე ვთქვათ, ჩვენი
მოითხოვს, რომ მნიშვნელოვანია თავი იპოვო ჯერ პირველ რიგში ზუსტად და ეს შემდეგ შემოქმედებითობაში გადმოიტანო. ძიების პროცესი ყველაზე ალბათ კიდე ყველაზე ღირებული ნამუშევრები იქნება და ურჩევდი ალბათ პიროვნულ განვითარებას. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარე და მადლობა რომ გვესტუმრე სტუდიაში. მადლობა თქვენ და ძალიან გამიხარდა ეს ყოველივე და დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით ვარ თქვენ მიმართ. თქვენ უყურებდით გადაცემა, გადაცემის სტუმარი იყო ახალგაზრდა მხატვარი თამარ. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.